შენი დღევანდელი რეალობა სხვა არაფერია, რაც გუშინდელი ფიქრის შედეგი. ანუ შენ თუ ხვალ გინდა სხვა რეალობა, დღეს იწყებ აზროვნების შეცვლას და სხვა რეალობა გიდგება. ანუ რეალობა როგორც ასეთი მოცემულობა ფაქტობრივად არ არსებობს, ის არის შედეგი. აი დღეს ძალიან აქტუალურია ასკეზა. კი. მგონი ცოტა გავსიბდე. ესეც რაღაც ერთგვარი გარიგებაა სამყაროსთან, ხო? საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეცნობიერთან, სამყაროსთან, სამყაროსთან. ღმერთთან, როგორც გინდა შეგვიძლია ესე დავარქვათ. იმიტომ ბევრმა ასკეზა შეადარა რაღაც მარხვასაც და რელიგიებსაც. შეიძლება. კი, ვიღაცისთვის ეს, კი, ვიღაცისთვის ხო, ღირებულებითი ნაწილი სადღაც უფრო რელიგიურია. მოგესალმებით პოდკასტიდან კინო არის თერაპია და ჩემი სტუმარი არის ფსიქოლოგი, კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი ხათუნა მუზაშვილი. გამარჯობა რუსკა. განსხვავებული ფორმატის პოდკასტია და რაღაც განსხვავებულ თემაზე უნდა ვისაუბროთ. კი, დღეს ვისაუბრებთ კინოზე. ხო, ნახე, როდესაც შენ საუბრობ ხოლმე კითხვებს უსმევ შენ სტუმრებს, რა ადგილი უკავიათ მათ კინოში და მე დავფიქრდი ამაზე. და შემიძლია თამამად გითხრა, რომ ჩემს ცხოვრებაში კინოს უკავია ინსპირაციული ადგილი. ანუ, ჩემთვის კინო თავიდან ბოლომდე არის ინსპირაცია. არ არის დასვენება, არ არის გართობა. არა, კინო არის დამუხტვა мотивაციით. ესე ვიტყოდი. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეგეც ხო თერაპიაა. კი, რასაკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თერაპია, იმიტომ რომ თერაპიის მთავარი არსიც ეს არის, ხო, რომ საბოლოო ჯამში, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ და ვიპოვოთ ჩვენი ენერგიის სათავე, ენერგიის წყარო, ვიცოდეთ რა გვავსებს, რა პირიქით გვცლის და აი ჩემთვის კინო არის თერაპია ამ მიმართულებით პირდაპირ შემიძლია ვთქვა. ძალიან საინტერესო სტუმარი ხარ ჩემთვის, იმიტომ რომ ამ პოდკასტს ქვია კინო არის თერაპია და აი, ახლა შენგან მინდა ზუსტად იმ ფილმზე საუბარი, რომელმაც როგორც შენ მითხარი, ჩემი ცხოვრება შეცვალაო. კი, ეს არის ფილმი საიდუმლო და ალბათ მან ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და ვიტყოდი, რომ მან ზოგადად პლანეტაზე შეცვალა აზროვნება და მიდგომები. მიდგომები საკუთარ თავთან, საკუთარ მიზანთან, საკუთარ წარმატებასთან და როდესაც მეუბნევიან, რომ ეს ფილმი ვიცი და ნანახი მაქვს, ანუ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფილმი არის რაღაცა ერთგვარი ვეფხვისწყალოსანი, ოღონდ თავის განზომილებაში, რა თქმა უნდა. მიგნება, ხო? მიგნება, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა ნახო, ყოველთვის რაღაცა ახალს პოულობ. და აი როგორ შეიძლება ვეფხვისწყალოსანი იცოდე და წაკითხული კონდეს და მორჩა, ხო? ანუ ეს არის რაღაცა ერთგვარი სახელმძღვანელო. ფილმი საიდუმლო პირველად, როდესაც ვნახე, ჩემ ცხოვრებაში იყო ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ვეძებდი პასუხებს კითხვებზე, როდესაც ვიყავი საოცრად წარუმატებელი, როდესაც ვთვლიდი რომ რაღაცა ვერ წარმომიდგენი ხარ ესეთი. კი, სხვათა შორის მარტო ოჯახის წევრებს წარმოუდგენი ვარ ხოლმე, ვისაც ნანახი ვყავარ, კი. დეპრესიული და ასე შემდეგ და ეს ფილმი იყო ჩემთვის აღმოჩენა, რადგან იმდენად მარტივად არის ახსნილი, როგორ შეგიძლია შენ მართო შენი ცხოვრება მხოლოდ შენი აზრების მართვის მეშვეობით, რომ აი მინდოდა რომ მთელი მსოფლიოსთვის მიმეწვდინა ხმა. ნუ პრინციპში ჩემი მიწვენა არ უნდა და უამრავი ნახვა აქ ამ ფილმს სერიოზული ბესტსელერია. და როდესაც ეს ფილმი გავითავისე და გამოვიყენეთ, მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა და მე ჩემი გუნდის წევრებმა, ჩვენ ეს ფილმი ვთარგმნეთ. ეს თარგმანი არის ჩვენი თარგმანი. ქართულად არ იყო, ხო? ქართულად არ იყო. ქართულად ადევს ჩემი დის მარია მუზაშვილის ხმა და თამარ საგინეშვილი, რომელიც ასევე სამოტივაციო საქმით არის დაკავებული. ხო, მე ნანახი მაქვს, მე ვნახე ძალიან დიდი ხნის წინ და სხვათა შორის ბევრი ადამიანისგან გამიგია იგივე, რომ ამ ფილმმა შეცვალა მათი ცხოვრება, მათი ხედვა შეცვალა. თან ფილმი დოკუმენტურია, იქ არის თითოეულ პერსონაჟი ყვება თავის რეალურ ისტორიას. ანუ ადამიანები, რომლებიც იწყებენ სიღატაკიდან ან რა ვიცი, ფაქტობრივი სიკვდილიდან, ხო? ეხლა გუდმანი ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ყვება, რომ თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა და ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც გადარჩა და რომელსაც ფაქტობრივად მოძრაობა არ შეეძლო.
მხოლოდ შეეძლო აზროვნება და შეეძლო თვალების დახამხამება, სუნთქვაც კი არ შეეძლო თავისი. და როგორ იყენებს ის ამ თავის აზრების მომართვის მეთოდოლოგიას, როგორ მართავს თავის აზრებს, იმისთვის რომ გახდეს ჯანმრთელი. და ის აბსოლუტურად ჯანსაღი ჯანმრთელი მიდის სახში, რაც იყო აბსოლუტურად გამორიცხული. ანუ სრულიად მედიცინა თვლიდა, რომ ეს ადამიანი ვერასოდეს ვერ ადგება, რადგან მას ჰქონდა დაზიანებული ზურგის ტვინი. ახლა ზურგის ტვინის დაზიანება ვიცით რაც არის. და ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენა, ხო ფაქტობრივად. ეს არის, როდესაც აი მე მილიონედი შანსი გაქვს. მაგრამ ნუ აი ზუსტად ეს მომწონს ამ ფილმში, რომ მაშინაც კი როცა ყველა შანსი გადაწურული გაქვს და როდესაც მეცნიერება გეუბნება, რომ ეს არ არსებობს, მედიცინა გეუბნება არ არსებობს, შენ შეგიძლია გადაწყვიტო, რომ ეს არსებობს. იმიტომ რომ ადამიანს ცალკე აღებულ ინდივიდს და პიროვნებას ყოველთვის შეუძლია გაცილებით მეტი ვიდრე სრულიად მეცნიერებას. კი, მე როგორც ვიცი ეს იყო ჯერ ეს შემთხვევა, როდესაც ჯერ ფილმი იყო და მე წიგნი დაიწერა და ამ წიგნს რეკომენდაცია გაუწია ოპრამ. და 100 მილიონი ეგზემპლარი, მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. კი, სხვა შორის ძალიან კარგი სახელმძღვანელოა ეს წიგნი, იმიტომ რომ იმ დროისთვის, როდესაც ეს პირველად ეს ფილმი დაიდო და როდესაც ეს წიგნი გაწიგნდა, როგორც ამბობ, ესეთი მარტივი ხერხები, როგორ შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ მიზნის ფორმულირება, როგორ შეიძლება საკუთარი ტვინის და აზროვნების უნარები გამოვიყენოთ ჩვენი წარმატებისთვის, მაშინ არ არსებობდა ამდენი ცოდნა, რადგან სოციალურ ქსელებში არ იყო ასე გავრცელებული პიროვნულის და საკუთარ თავზე მუშაობა, მანიფესტაციის გამოყენება. მოზიდვა, ხო, და მაშინ ფაქტობრივად ეს იყო პირველი ნაბიჯები, როდესაც პლანეტაზე ადამიანები სწავლობდნენ საკუთარი აზრები როგორ უნდა ემართათ. და იქიდან დავიწყეთ და მოვედით აქ დღეს, როცა უკვე საუბრობთ იმაზე, რომ ვიბრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს და ნუ აი არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს, აი რაღაცნაირად რეალისტები ასე ვთქვათ. და მათთვის ეს ყველაფერი თავიანთი რაციონალური თვალსაწიერის მიღმა. აი რას ეტყოდი ამ ადამიანებს დაუშვათ, აი რას მიაქციონ ყურადღება. ან ვისაც არ უნახავს, არ წაუკითხავს, ის საიდან დაიწყო და რაზე გააქცენტები. სხვა შორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ აი მომეწონა ზუსტად ის ტერმინოლოგია, რომელთაც იკითხე, ცოტა ჩემ პროფესიაში გადავალ ახლა. ეხლა ნახე, რაც რეალისტურად, ასე ვთქვათ, რეალისტურად, აი ძალიან ბევრს გონია, რომ რეალობა არის რაღაცა კონკრეტული მოცემულობა. არადა ნახე, მთავარი რა არის ამ ფილმის იდეა, რომ ის რაც შენი გუშინდელი ფიქრი იყო, ის გახდა შენი დღევანდელი რეალობა. და შენი დღევანდელი რეალობა სხვა არაფერია, რაც გუშინდელი ფიქრის შედეგი. ანუ შენ თუ ხვალ გინდა სხვა რეალობა, დღეს იწყებ აზროვნების შეცვლას და სხვა რეალობა გიდგება. ანუ რეალობა როგორც ასეთი მოცემულობა ფაქტობრივად არ არსებობს. ის არის შედეგი. მე ხა პატარა ტრენინგივით გამოვიდა ძალიან საინტერესო. ანუ რეალობა ცვლადი მოცემულობა, აბსოლუტურად ცვლადი მოცემულობა და ამას ამტკიცებს წარმატებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც შევხედავთ ძალიან მდიდარ ადამიანებს, ძალიან წარმატებულ ადამიანებს, ამ ადამიანებში 20% არიან ადამიანები, ვისაც ეს მემკვიდრეობით ერგო, ანუ ქართულად რო ვთქვათ, ბიძა და ბაბუა ყავდა სიმაღლეზე, გინდა ფინანსურად და გინდა წარმატებით და 80%-მა ეს მოიპოვა ნულიდან. ამიტომ შენ ადამიანს, მე ან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ამ წუთში ნული ნებისმიერ სფეროში, შეუძლია გახდეს ძალიან წარმატებული და მიაღწიოს ნებისმიერ სიმაღლეს, თუ, ნუ რა თქმა უნდა, არ დაიზარებს შრომას. შრომას არ გამოვრიცხავ აქ, მაგრამ ხანდახან არის, რომ ადამიანი ფიზიკურად ძალიან სერიოზულად შრომობს, არ იშურებს ძალღონეს, მაგრამ თუ მისი აზროვნება არ არის სწორად მომართული, სამწუხაროდ ეს შრომა არ დებს იმ შედეგებს. ამიტომ ამ ფილმში სწორედ ამაზეა საუბარი, რომ შენ როდესაც შრომა არ გეზარება, როცა ზუსტად იცი რა გინდა. როგორ შეიძლება აზროვნების მომართო აზრები და უმარტივესად მიაღწიო იმას, რასაც ვერ აღწევდი წლები. აი დღეს ძალიან აქტუალურია ასკეზა. მე მგონი ცოტა გავსიბ და ესეც რაღაც ერთგვარი გარიგებაა სამყაროსთან, ხო?
საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეცნობიერთან, სამყაროსთან, ღმერთთან, როგორც გინდა შეგვიძლია ესე დავარქვათ. იმიტომ ბევრმა ასკეზა შეადარა რაღაც მარხვასაც და რელიგიებსაც. შეიძლება. კი, ვიღაცისთვის ხო, ღირებულებითი ნაწილი სადღაც უფრო რელიგიურია. თუმცა აგიკეთებია ასკეზა, როდესმე აგიღია ასკეზა, ასე ვთქვათ. კი. პირობა მიმიცია საკუთარი თავისთვის რაღაცის მიღების სანაცვლოდ. კი, გამიკეთებია. საჭიროა თვითდისციპლინა იმისთვის, რომ შენს მიზანს მიაღწიო. აუცილებლად საჭიროა. იმიტომ რომ რადგან ასკეზა ახსენე, ნახე, როდესაც ჩვენ მაღაზიაში რაღაცას ყიდულობ, ჩვენ ვიხდით თანხას, ხო? როდესაც შენ გინდა რომ მოგეცეს რაღაცა, რაც არ აგაქვს, შენ უნდა გადაიხადო იმითი, რაც გუშინ გეგონა რომ არ შეგეძლო. ხო, თვითდისციპლინას რატო ამბობთ? იმიტომ როდესაც ადამიანი მშრომელია, მას აქვს ეს ყველაფერი, თვითდისციპლინა და ასე შემდეგ, მაგრამ ცოტა ის მომენტი ხომ არ არის მე რადგან დავიწყებ ახლა სამყაროს და ამგვარ გარიგებას, ცოტა ნაკლებს ვიშრომებ, ცოტა ნაკლებს და ამ ხას გავჭრია ცოტა. არა, ნახე რატო არა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მშრომელია, არ ნიშნავს, რომ არის დისციპლინირებული. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დისციპლინირებული ვიყოთ იმაში, რაც ჩვენი კომფორტის ზონაა და რაც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ როგორც კი ისეთი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, რაც ჯერ არ გაგვიკეთებდა დისკომფორტს გვაყენებს, მაგალითად, დილიდან საღამომდე ერთი მოქმედება ვაკეთო და ვიარო მოსაწყენ სამსახურში კი არა, მე ხა უნდა ავდგე და ფიქრის კონტროლი უნდა დავიწყო. აქ უკვე დისციპლინა აბსოლუტურად სხვა სახით შემოდის და ის რომ მე მშრომელი ვარ სამსახურში, შეიძლება აბსოლუტურად არ ახდენდეს გავლენას იმაზე, რომ მე ხა დისკომფორტში ვარ, იმიტომ რომ ფიქრები უნდა დავადისციპლინო. ნებისყოფას რამხელად გიჭირავს აქ, ხო? რა უნდა ჩააშენოს ადამიანმა თავის კალენდარულ რითმში? რა უნდა გააკეთოს? იმისთვის რომ ნებისყოფა განავითაროს? იმისთვის რომ ნებისყოფა, იმის თვითდისციპლინა, იმისთვის რომ დაუშვათ ასკეზა აიღოს და ასე შემდეგ. იცი რა, პირველ რიგში ვიტყოდი, ხო, ძალიან საინტერესო კითხვა. ისეთ კითხვებს ვავრუსკა, რომ შეიძლება მართლა ტრენინგი ჩატარდეს. საინტერესო არის ის მომენტი, რომ პირველი აუცილებლად რაც უნდა ვიცოდე რა მინდა, ფილმი საიდუმლო გამოგვადგება ამაში. უნდა ვხედავდე რა მინდა და ყოველ დღე ამას ჩემთავს უნდა ვანდომებდე. იმიტომ რომ როდესაც მე ვხედავ რა მინდა და ის ჩემთვის უკვე ჩემი პიროვნული თავმოყარეობის საგანი, ან ვიცი რომ მიღირს რომ ეს უნდა მქონდეს, მე იღვიძებს ჩემში გარკვეული თვისებები, რომელსაც მე არ ვიცნობ. ხო, იმიტომ რომ შეიძლება მე არ ვიცოდე რომ მე თუ დამჭირდება მაქვს ნებისყოფა. ყველას გვაქვს ნებისყოფა თუ დაგჭირდება. მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით. სამწუხაროდ და ბავშვობიდან ჩვენ არ მიდი მიაწექი და ამას არ გვასწავლდნენ, ხო? ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ დაამშვიდი, დაწყნარდი და როგორც გაგვწდება საბანი, ისე დაიფარე. ხო. მაგრამ არა, შეიძლება რაღაც მომენტში შენთვის საჭირო იყოს რომ როგორც გწუდება საბანი, ისე დაიფარო, მაგრამ თავმოყარეობის საკითხი უნდა გახადო, რომ შენ საბანი ისე უნდა გაგწდეს, როგორც შენ გაგეხარდება, მაგრამ ამისთვის სერიოზული მუშაობა მოგიწევს საკუთარ პიროვნებაზე. ძალიან საინტერესოა, თუმცა შრომატევადია და მე ვფიქრობ, რომ ღირს. მე ვურჩევ მაყურებელს რომ ნახოს ეს ფილმი აუცილებლად. თუ ვინმეს არა აქვს ნანახი, ან ნახოს კიდევ ერთხელ შეხედოს და შენ კიდევ მეორე ფილმით მოხვედი, ეს არის. კი, შენ თვითონ, იმიტომ რომ ჩემთვის ტარანტინო ხა ძალიან ისეთი კარგი რეჟისორია, მომწონს. ხო, შენ ხა როგორც ფილმს უფრო კარგად შეაფასებ. კი, უფრო გავწდი ამას, როგორც ფილმი შევაფასებ. არა, მაგასაც ვერ გავწდებით, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მოკლა ბილი. ძალიან ცეთი ცნობილი ფილმია. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ფილმია იმისგან, საიდუმლოსგან, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. ძალიან ბევრი საერთო აქვს. თუმცა ხო, ჩემთვის აქვს ძალიან ბევრი საერთო. პატარა პრედისტორიას მოვყვები. ეს ფილმი, როდესაც პირველად ნახე, მაშინ საქართველოში არ ვიყავი და მაშინაც ჩემ ცხოვრებაში რაღაც ძალიან ძიმე პერიოდი იდგა. და მეგობრებთან ერთად წავედი. საერთოდ არ მივიდა კინოში წასვლა, მით უმეტეს რაღაცა ტარანტინოს ფილმის, მაგრამ რაღაც ვერ უთხარი უარი. მაშინ ჯერ ის დრო იყო, როცა მე უარის თქმა არ ვიცოდი. იყო ჩემ ცხოვრებაში ეს დრო და ვერ ვატკინე გული. როდესაც მე პირველად ამ ფილმზე ვნახე, როგორ სიუჟეტი ესეთია, რომ ყოფილი საყვარელი თავის მეუღლეს, უმა თურმანი
ითამაშობს არაჩვეულებრივად და მეთანხმები. ხდება ძალიან. კი, რაღაც მოკეთ, რაღაც განსაცდელებს უწყობს, საბოლოო ჯამში მთავარი ჩემთვის ამ ფილმში არის, რომ მარხავს. ცოცხლად მარხავს, ხო, კუბოში აჭედებს და აყრის მიწას და როგორ ამოდის უმა თურმანი მიწიდან და აი ეს იყო ჩემთვის ძალიან სერიოზული მესიჯი იმისა, რომ არ არსებობს, სანამ ცოცხალი ხარ, არ არსებობს, აი თითქმის მკვდარი კი არა, 1% ცოცხალის თუ ხარ, ყოველთვის გაქვს შანსი, რომ არათუ გადარჩე, საერთოდ მოიგო ბრძოლა. ძალიან ხშირად ადამიანები ყრიან, ვყრით, შემიძლია ესე ვთქვა, მაგრამ ალბათ უფრო ყრიან, მე ამ ფილმს ვიხსენებ ხოლმე და ძალიან ბევრ მსგავს სიტუაციას ვიხსენებ ხოლმე იმისთვის, რომ არ დავყარო ფარხმალი. ფარხმალი იყრება, როცა უკვე რაღაცა წაგების ნარატივი როცა არის. არა, არ არსებობს. ეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მორჩა მე ხა ფარხმალს ვყრი. არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც ჩვენ ვერ გამოძვრები. შეიძლება დაგჭირდეს დრო, შეიძლება დაგჭირდეს რამოდენიმე რაუნდი. ამიტომ აი ეს პაუზის აღება მოძლიერდი და დაიწყე თავიდან. ეს ფილმი ჩემთვის არის იმაზე, რომ დაარქვი ამ სიტუაციას რაუნდი და მეორე რაუნდი დანიშნე შენ ცხოვრებაში და არ ჩაბარდე. აი მანდ არის ერთი სცენა, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო სცენა, ის ცოტა დრამატული და მე მიყვარს ფსიქოლოგებთან ლაპარაკი და ფსიქოლოგებთან გარჩევა ფილმების, ისინი რაღაც სხვანაირად უყურებენ ყველაფერს და პერსონაჟებს მით უმეტეს. როდესაც უკვე უმა თურმანი მოკლავს იმ ბილს და დაიბრუნებს შვილს და სხედან ნომერში უყურებენ ანიმაციას და თითქოს და აი ის მომენტია, რომ უნდა დამშვიდეს, ბედნიერი უნდა იყოს, დაწკნარდეს და ამ დროს შედის აბაზანაში დაბლა ვარდება და ტირის და კივის. აი რა არის ეს? იცი რა, ძალიან კარგი დეტალი გაქვს დაჭერილი. იმიტომ რომ მანამდე ფილმში, სცენარში, რომ უმა თურმანი ვარჯიშობდა და სად ვარჯიშობდა, მას ყავდა მოძღვარი, ხო, რომელიც აღმოსავლური ორთაბრძოლის ილეთებს ასწავლიდა და აღმოსავლური ორთაბრძოლა არის ფილოსოფია. და ეს ამ ფილოსოფიის მიხედვით, რომ მაშინაც კი, როდესაც შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ შეგიძლია ერთი კაცი კი არა, რა ვიცი, 10 კაცი მოკლა, შენ არ უნდა დაკარგო დენადობა. შენ არ უნდა დაკარგო კავშირი საკუთარ ემოციებთან, არ უნდა გახდე ქვა. და აი აქ ზუსტად ორ რამეს ვხედავ მე. პირველი ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი მისია შეასრულა, ხო, რისთვისაც გაძლიერდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ დამარხული ამოვიდა საფლავიდან და როგორც დედამაც გაიმარჯვა, ის არ კარგავს ადამიანობას და არ ართმევს თავს უფლებას, რომ კონდეს ემოციები და იყოს სუსტი და ტიროდეს. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან გონია, რომ მე ვიყო ძლიერი, ნიშნავს მე ემოციები არ მქონდეს. არა, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა გამისკდეს, ან დავკარგო, ადამიანობა დავკარგო და ამას აზრი არ ექნება გამარჯვებას, თუ მე წუხილის და სიხარულის უნარს დავკარგავ. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კიდევ, ეს არის ნებისმიერი გამარჯვებაც რაღაც გარკვეულ ემოციებთან არის დაკავშირებული და ცრემლი და ხანდახან აი ესეთი გამოშვება ემოციისაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე სამწუხარო მოხდა. ეს აუცილებელია. ის მომენტი ხომ არის, აი ეხლა რა? ან მორჩა ის ყველაფერი და ის აი ამ რითმს არის შეჩეული. შენ ფიქრობ, რომ თავარი მიზანი ხომ არ გამოეცალა? და ახლა რა, აი წინ რას ხედავს? შეიძლება იყოს ეს ორი აზრი ჩადებული აქ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შურისძიებას იმხელა მუხტის მოცემა შეუძლია, რომ შურისძიება რომ თავდება, შეიძლება ადამიანს დაემართოს რაღაც უმიზნობის მდგომარეობა, კი, იმიტომ რომ წლები გაძლევდა ეს ყველაფერი სტიმული. მათუნა ძალიან საინტერესო სტუდენტი ხარ. მადლობა. და აუცილებლად მოგიწევ კიდევ ერთხელ. მადლობა, რომ ესეც საინტერესო თემებს გავიხილავ.